არჩევნების შემდეგ საქართველოს შექმნილ ვითარებაზე ქორთიარდ მარიოჩის საერთაშორისო კონფერენციაზე იმშელეს შეხვედრას დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, მისი განცხადებით, ახალი ხელისუფლებისგან კონფლიქტებთან დაკავშირებით ახალ მიდგომებს ელიან და იმ შემთხვევაში თუ მათი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვევა, თანამშრომლობა უფრო პროდუქტიული იქნება. კონფერენციაზე კომენტარი გააკეთა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომაც. მისი თქმით, ყოფილ მმართველ გუნდს ახალ პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დღეს ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. რაც შეეხება კონფლიქტების დარეგულირების საკითხებს, ეს თემა მრავალჯერ იყო განხილული. ჩვენ დაველოდებით ახალ შემოთავაზებას ახალი ხელისუფლებისგან და იმედი გვაქვს, რომ ეს ელემენტები ჩაჯდება ჩვენს მოლოდინებში. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირს აქვს თავისი პოლიტიკა მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა იგი ითვალისწინებს საქართველოს მიდგომასაც. მე ვთვლი, რომ ამ სფეროში მუშაობას პოზიტიური შედეგი ექნება. ეს არის ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ყოფილ მმართველ გუნდსა, ახალ პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. შეხვედრაზე მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, ისე რომ საქართველოში დემოკრატია გამტკიცდეს. შეხვედრა ეძღვნება საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს, მიღწეულს და პერსპექტივებს. უნებრივია, რომ საუბარი დაუბრუნდებოდა არჩევნებს, ახალი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ხელისუფლების ხედვებს და გეგმებს. მაგრამ პირველ რიგში საქმე მაინც საგარეო პოლიტიკას ეხება. იყო იმაზე საუბარი, რომ პროცესი დემოკრატიის კონსოლიდაციისა შეუღწევადი გახდეს.